ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ვიყოფები საზოგადოებრივი მაუწყებლის შნობასთან, სადაც ხალხი აპროტესტებდა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და ითხოვდნენ საეთერო დროს, ასევე ტელევიზიის ხელმძღვანელი პირების გადადგომას. აღსანიშნავია, რომ როგორც პოლიტიკაში მყოფი ადამიანების და ორგანიზაციების საქმიანობა არ გამოხატავდა ემსახურება ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, ასევე ტელევიზიები და ჟურნალისტები არ ემსახურებიან და გამოხატავენ ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. მათი საქმიანობის შედეგია პოლიტიკაში არსებული მონოპოლიები, ერთი და იგივე სახეები და ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა არ ემსახურება ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, რაც თავისთავად ბოროტება და ტელევიზიები და ჟურნალისტები ყველანაირად ცდილობენ ბოროტებას სიკეთის სამოსით შემოსილი წარუდგინონ მოსახლეობას. მათი საქმიანობის შედეგია პოლიტიკურ სივრცეში ახალი სახეების და ორგანიზაციების არარსებობა. არდა საზოგადოებაში ახალ სახეებს და ორგანიზაციებზეა მოთხოვნა. მათი საქმიანობის შედეგია მოსახლეობაში არსებული უიმედობა, პასიურობა, მცდარი შეხედულება რეალობაზე და არასწორი გადაწყვეტილებების მიღება. არდა ხალხის ჯიბიდან, ანუ ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისევე როგორც კერძო ტელევიზიები, რომლებიც რეკლამებით შემოსული ფულით ფინანსდება და ეს ფული ბიზნესმენების და კერძო კომპანიების საშუალებით ხალხის ჯიბიდან მოდის. სამწუხაროდ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ამ 100 მილიონით, რომელიც არამიზნობრივად იხარჯება, რამდენი სოციალურ-ეკონომიკური პროექტის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი, ან რამდენი ბავშვი თუ ხანდაზმულის, რომლებიც შიმშილობენ და არსებობისთვის იბრძვიან, გაუსაძლისი მძიმე მდგომარეობის შემსუბუქება იქნებოდა შესაძლებელი, ან რამდენი ავადმყოფი ბავშვი თუ ხანდაზმულის მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი და რამდენი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. სამწუხაროდ ამაზე არავინ არ ფიქრობს და არ საუბრობს, მაგრამ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ და საუბრობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაიყიდოს. სამწუხაროდ ამ ადამიანებს და მათ ორგანიზაციებს ხალხში გარკვეული მხარდაჭერა აქვთ. ისევ ტელევიზიების არასწორი საინფორმაციო პოლიტიკის წყალობით. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინც ხალხის მიერ, თაობების მიერ შექმნილ ქონებას გაყიდის, იყიდის ისევ მისი გარემოცვა. ამ შემთხვევაში დაანგრევენ ტელევიზიის შენობას და აშენებენ მრავალსართულიან კორპუსებს და მინიმუმ რამდენიმე ასეული მილიონ მოგებას ნახავენ. ხალხს და ქვეყანას არაფერი სარგებელი არ ექნებათ. მეტიც, ხალხს ერთ კვადრატულში, რომელიც 300, მაქსიმუმ 500 დოლარი ჯდება, აშენება მოუწევს 2000 დოლარის და მეტის გადახდა. ანუ ერთ ბინაში 2-3 ბინის ფასის გადახდა. არაფერს ვამბობ იმ მძიმეს შედეგებზე, რომელიც მსგავს მშენებლობებს მოყვება და რომელზეც მომავალში აუცილებლად გვექნება საუბარი. სამართლიანი ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეწყდეს და 100 მილიონი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად იყოს მიმართული. სახელმწიფომ გამოუშვას აქციები, რომლის 51% დარჩება სახელმწიფოს, ხოლო 49%-ის მფლობელი იქნება ხალხი. რა ფორმით ამაზე ადრე გესაუბრეთ. შესაბამისად, რეკლამებიდან შემოსული ფულით დაფინანსდება ტელევიზია. ჩვენს რეალობაში არსებული მონოპოლიზირებული უსამართლო მიკერძოებული ტელევიზიების საინფორმაციო სივრცე არ იძლევა საშუალებას მოსახლეობამდე სიმართლის საჭირო ინფორმაციის მიტანის. აქედან გამომდინარე, ისევ მოგიწოდებთ, გამოიწეროთ YouTube-ზე და Facebook-ზე ეკონომიკური კეთილდღეობა, მოიწონოთ ჩანაწერები, რომელიც ეხება თქვენი ოჯახის შვილების მომავალს, რომელიც ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და ერთ წინადადებას ვერ მოისმენთ, რომელიც ამ ინტერესებს არ გამოხატავს. იაგვტვირეთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს და მოისმინოს ჩანაწერები და გაერთიანდეს იმ მოსაზრებების და ხედვების ირგვლივ, რომელიც ქვეყნისთვის და ხალხისთვის სიკეთის მომტანია.